თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი უკვე 16 წელია, რაც უპატრონო ძაღლებს უვლის. ახლა მათ ვოლიერებში 231 ძაღლი და 3 დათვი ბინადრობს. თუმცა ეს რიცხვი ვეღარ გაიზრდება. თავშესაფარმა ცხოველების მიღება უსახსრობის გამო შეწყვიტა. რატომ დადგა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის დახურვის საკითხი? ამაზე პირდაპირ ეთერში თაკო დარახველიძე ისაუბრებს. დილამშვიდობის თაკო. სად წავა ამდენი ცხოველი? დილიდან ვიმყოფებით თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში, რომელიც 2003 წლის აპრილში დაარსდა და სწორედ 2019 წლის აპრილში ძაღლების მიღება თავშესაფარმა შეწყვიტა. ამ დროის განმავლობაში თავშესაფარმა არაერთ ქარტყილს გაუძლო, გადაიარა 13 ივნისი, თუმცა ფუნქციონირება არასდროს შეუწყვეტია. თუმცა დღეს უკვე დადგა ის საკითხი, რომ თავშესაფარი ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას უსახსრობის გამო, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა და მიზანი არის ის, რომ თავშესაფარს აღარ შეუძლია ძაღლების მოვლა, იმიტომ რომ არის ფინანსური პრობლემები. სწორედ ამ თემაზე სასაუბრად ჩვენთან ერთად იმყოფება თავშესაფრის მენეჯერი ქეთი დილამშვიდობის. ქეთი, მოგესალმებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ ეტაპზე არის კითხვა ის თუ რა ბედიელით ძაღლებს, რომლებიც უკვე ბინადრობენ თქვენს ვოლიერებში. ძაღლებს ჯერჯერობით დავტოვებთ ჩვენთან თავშესაფარში, სადამდეც შევძლებთ, მივხედავთ, გამოვკვებავთ, როგორც შეგვეძლება და შესაბამისად ჯერჯერობით ჩვენთან დარჩებიან თავშესაფარში. თუმცა ახალ ძაღლებს ვეღარ მიიღებთ, ანუ თავშესაფარს ვეღარ მისცემთ ძაღლებს, რომლებიც ახლა უპატრონოდ არიან ქუჩაში. დიახ, ფინანსური კრიზისის გამო თავშესაფარმა შეწყვიტა ძაღლების მიღება და ასევე იმ საზოგადოების დახმარება, რომლებსაც საშუალება არ ჰქონდათ, რომ ემკურნალათ ძაღლებისთვის, თავშესაფარი უფინანსებდა, ასევე ვისაც საკვები სჭირდებოდა, მათაც ეხმარებოდა თავშესაფარი და სამწუხაროდ ამ ეტაპზე შეჩერებულია ყოველგვარი დახმარება თავშესაფრის მხრიდან. სექტემბრიდან მოყოლებული დგას თავშესაფარი აი ამ დილემის წინაშე და იყო არაერთი მცდელობა მიმართეთ სახელმწიფოსაც, იყო კერძო სექტორთან მოლაპარაკებებით, თუმცა მე როგორც ვიცი ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. დიახ, ჩვენ მივმართეთ არაერთ ორგანიზაციას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებსაც, თუმცა რეაგირება არც ერთი მხრიდან არ ყოფილა და შესაბამისად არავინ არ დაგხმარებია და დავდექით ამ ფაქტის წინაშე, რომ თავშესაფარის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება ამჟამად. როგორც მე ვიცი, იყო შეთავაზება იმის შესახებაც, რომ სახელმწიფო საჩუქრად გადასცემდით თავშესაფარს თუ გააგრძელებდა იმ ნიშას, რაც დაჭერილი ქონდა თავშესაფარს, თუმცა ამაზეც უარი მიიღეთ როგორც ვიცი. დიახ, იყო ბატონი თამაზის მხრიდან შეთავაზება, პირი, რომელიც აიღებდა საკუთარ თავზე და საკუთარი ხარჯებით მიხედავდა თავშესაფარს, ბატონი თამაზი გადასცემდა სრულად უსასყიდლოდ ტერიტორიას საკუთარი ინვენტარით, თუ გააგრძელებდა ამ მხრივ საქმიანობას და მიხედავდა ძაღლებს, თუმცა სამწუხაროდ არანაირი რეაგირება ამ საკითხთანაც არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ შეწყვიტეთ უკვე ცხოველების მიღება, როგორც მე ვიცი, თანამშრომლებიც, რომლებიც აქ იყვნენ დასაქმებული, მათი რაოდენობა შემცირდა. დიახ, თანამშრომლების უმეტესობა სამწუხაროდ გავუშვით სამსახურიდან, ისევ და ისევ ფინანსური კრიზისის გამო და დავჭით რამოდენიმე პერსონალი მხოლოდ. დიდი მადლობა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვისურვებდი, რომ წარმატებულად გაგეგრძელებინოთ თქვენი საქმიანობა. ნუ და ჩაგრავ შეიფარეს სწორედ აი ამ ლოზუნგით მოღვაწეობდა თავშესაფარი ამდენი წლის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა სულ მალე თავშესაფარი დაიხუროს და მხოლოდ ლოზუნგიღა დარჩეს წამახსოვრით. თაკო, ძალიან დიდი მადლობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ამ ცხოველებს შეიფარებენ და რაღაც ან მინიმუმ არ დაუშვებენ, ან რაღაც გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება, იმიტომ რომ მგონია, რომ არის ჩვენთვის, ჩვენს გულებში სიკეთე.